სკოლის წარჩინებით დასრულება და ოქროს მედლის მიღება ჩემთვის გამოწვევა იყო. აცხადებს ნომერ 3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ტაბატაძე. ყველაზე მეტად მიზნის მიღწევაში წიგნის სიყვარული დაეხმარა. ამბობს, რომ მიღწეული წარმატება ეამაყება. წიგნი არის ჩემი სამყარო, ზოგადად რა წიგნსაც ვკითხულობ, ყოველთვის იმ წიგნით ვცხოვრობ და ალბათ ამან გამოიწვია ის, რომ მე კარგად ვსწავლობდი სკოლაში, საინტერესო იყო ჩემთვის თუნდაც ისტორიული ნაწარმოებები, თუნდაც ის მათემატიკის ამოცანები. 3 წელი მე თვითონ ვემზადებოდი, რომ ოქროს მედალის კანდიდატი გამხდარიყავი. რა ვიცი, ჩემი აზრით ეს ბრძოლა იყო და გამოწვევა, რომ ყველა საგანში ისე მესწავლა და ნორმალური ქულები ამიღო. ჩემთვის დიდი სიამაყე იყო ჩემი მთლიანი ოჯახისთვის. მარიამ ტაბატაძე მოსწავლეებს გამოცდილებას უზიარებს. მისი განცხადებით, სწავლა და ახლის შემეცნება საინტერესო პროცესია. უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ შემდეგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რომ თუნდაც ქვეყანას გამოადგნენ, ქვეყანას თუ არა საკუთარ თავებს გამოადგნენ. ანუ როცა სწავლობ, შენ განა მარტო სკოლის საგნების შესახებ იძენ ინფორმაციებს, იძენ ზოგადად მთლიანი სამყაროს შესახებ ინფორმაციას და რა ვიცი, სწავლა საინტერესოა ჩემი აზრით. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლა წარჩინებით 22 მოსწავლემ დაამთავრა. რაიონში 11 ოქროს და 11 ვერცხლის მედალოსანია. ჩვენი რაიონის მოსწავლეებმა მართლაც დაამტკიცეს, რომ ისინი ჭეშმარიტად იმსახურებენ ამ ჯილდოს. სულ გვყავს 22, 11 ოქროს მედალოსანი, 11 ვერცხლის მედალოსანი. ძირითადად ოქროს მედალოსანთა რიცხვი მოდის მესამე სკოლაში, იქ რა თქმა უნდა ვერცხლიც არის, ასევე ყავს ბაკურიანიდან, ყავს მეოთხე სკოლიდან, ყავს მეექვსე სკოლიდან, არის კერძო სკოლიდან. შედარებით გაიზარდა წარჩინებული მოსწავლეების რიცხვი. ამავე დროს სამინისტრომ ახალი წესი შეიტანა ოქროს მედლის გადაცემის საკითხში, მათ მედალთან ერთად გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი მამფლობისა, ეს არის ძალიან ღირსეული ჯილდო, დაფასება მოსწავლის მიერ გაწეული შრომისა, საქმიანობისა. წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი მედლები უახლოეს მომავალში გადაეცემათ.